მეოთხე გადამწყვეტი წელი. Როგორ დასრულდება ომი ზელენსკისთვის. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან განაცხენებულია ზელენსკიზე. ტონს დაუწიეთ. უნდა დაუწიონ ტონს, ყურადღებით შეხედონ და ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას. თეთრი სახლის მოთხოვნა. რადევს მოლაპარაკების მაგიდაზე. ჭირდება სანდოდ და მკაფიოდ განსაზღვროთ უსაფრთხოების გარანტიები, რათა ომი აღარ განმეორდეს. შეარბილა თუ არა რიტორიკა ზელენსკიმ და გადაულის თუ არა წყენა ტრამპს. დახურული სასამართლო და ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ორი პირი, რომელთა ვინაობა გასაიდუმლოებულია. დაფიქსირდა სიტყვა ისლამური სახელმწიფო საკუთრებით საიდუმლოადებს. რა წიგნებით ხელმძღვანელობდნენ ბრალდებულები, რომლებსაც იარაღთან და საბრძოლო მასალასთან ერთად ISIS-ის სიმბოლიკა აღმოუჩინეს. თითოეულობა საქართველოში და მოსალოდნელი შტორმის ზღვაზე. 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს, ამავდროულად ჩართული არის ცოცხალი ძალა. უმეტეს დაზიანება წარმოადგენს ხის დაცემის შედეგად გადატეხილ ანძებს. სად რა პრობლემები შექმნა ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ და სად არის სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 21 თებერვალია. გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. ომის დასრულების ფაზა და ბრძოლის მეოთხე წელი, რომელიც ვაშინგტონსა და კიევს შორის უკიდურესად გართულებული ურთიერთობებით იწყება. უკრაინას, რომელიც 3 წელია რუსეთს ებრძვის, ახლა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან უწევს შერკინება. ტონს დაუწიეთ, ტრამპის გარემოცა უკვე პირდაპირ აფრთხილებს ზელენსკის ადმინისტრაციასთან. ტონს კიევს პირველად არ უწუნებენ. აქ საუბარი არც არის საქართველოზე. კიევმა თავისი ქცევით თვეების წინ პოლონეთიც კი გააღიზიანა, რომელმაც უდიდესი ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწია მეზობელ ქვეყანას. თავის დროზე ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობის გადახდის კულტურაში ახსენეს ბრიტანეთიდანაც. თუმცა მაშინ ზელენსკიმ ლონდონს ირონიული პასუხი გასცა და განაცხადა, რომ იღვიძებენ, რათა მადლობა გადაუხადონ ბენ უოლეს, რომელიც მაშინ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვას ხელმძღვანელობდა. თქვი მადლობა, ახლა ამ სიტყვებს უკრაინის პრეზიდენტს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ეუბნება, ასე რომ საბოლოოდ ზელენსკის მაინც მოუწევს დასთანხმდეს მისგან შეურაცხყოფილი ტრამპის გეგმას. გეგმა კი ასეთია: მინერალები ტრამპის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. რეალურად ეს გეგმა უკრაინისთვისაც გამოსავალია, თუ მას სურს ამერიკული იარაღი და უსაფრთხოება. თუ უკრაინულ წიაღისეულზე ამერიკული ინტერესი იქნება, შეერთებული შტატები დაიცავს კიდეც თავის ფულს და ინვესტიციებს, მით უმეტეს, რომ რესურსები, რომლებითაც ამერიკაა დაინტერესებული, ძირითადად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა თავმოყრილი. ვაშინგტონში უკვე აცხადებენ, რომ უკრაინამ თავისი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ზელენსკის მოუწევს პედესტალიდან ჩამოსვლა და თეთრი სახლის მოთხოვნების შესრულება. უკრაინის პრეზიდენტმა რიტორიკა უკვე შეარბილა. ახლა ყველა ელოდება გადაულის თუ არა წყენა დონალდ ტრამპს. დრო კი ცოტა საუდის არაბეთის გარდა მოსკოვით და ვაშინგტონის სხვადასხვა არხებით კვლავაც განაგრძობენ კომუნიკაციას და ახლოვდება ის დღეც, როდესაც დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გამოცხადდება. სულელური ქცევები მედიატურით ევროპაში მოსიარულე და შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორი. დონალდ ტრამპის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავე შეფასებებს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თითქმის ყველა მაღალჩინოსნისგან იღებს. უკრაინის ლიდერს ვაშინგტონიდან ურჩევენ ტონის შეარბილოს, ამერიკის შეთავაზებას დათანხმდეს და დონალდ ტრამპს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადოს. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან განაცხენებულია ზელენსკიზე. ის მზადაა მშვიდობისთვის იმუშაოს და იმედოვნებს, რომ ზელენსკი იქნება პარტნიორი ამ საკითხში და არა ის, ვინც კონტრშეტყობინებებს აგზავნის. გულწრფელად რომ გითხრათ, მეც პირადად ძალიან განაცხენებული ვარ, რადგან საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ვიცე-პრეზიდენტთან ერთად. აქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს და როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად ძალიან კონტრპროდუქტიულია. რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების გულუხობა მისი ქვეყანა ვერ იარსებებდა. ასე რომ თქვი მადლობა, თუ არ ეთანხმები დონალდ ტრამპს, აიღე ტელეფონი, დაურეკე მას ან რომელიმე ჩვენს დიდებულ დიპლომატს. მედიატურით ნუ გაემგზავრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ცუდად ნუ ილაპარაკებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე. ეს შეურაცხმყოფელია მისთვის, ჩემთვის, ამერიკელი ხალხისთვის. გარდა ამისა, ეს სულელური ქცევაა. იმის გათვალისწინებით, რაც ამერიკამ უკრაინისთვის გააკეთა, მათ უნდა დაუწიონ ტონს, ყურადღებით შეხედონ და ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ უკრაინის უსაფრთხოებისთვის და ჩვენი სურვილი, რომ შევცვალოთ დახმარების ხასიათი, არ შეიძლება ვინმეს წყინდეს. ვაშინგტონში გაკეთებული მკაცრი განცხადებების პარალელურად კიევშია დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი. კიტკელოგი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. დაანონსებული პრესკონფერენცია კი რამდენიმე წუთით ადრე გააუქმა. შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის გენერალთან დისკუსიამ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების იმედი გაუჩინა.
გენერალ კელოგთან ჩვენმა მოლაპარაკებებმა იმედი გააჩინა. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მყარი შეთანხმებები გვჭირდება, რომელიც ნამდვილად იმუშავებს. მე ამ მიმართულებით სწრაფად და მიუკერძოებლად მუშაობის განკარგულება გავეცი. ეკონომიკის და უსაფრთხოების ინტერესები ყოველთვის თანხმედრაში უნდა იყოს. მნიშვნელოვანია შეთანხმების დეტალები, რაც უფრო კარგადაა შეთანხმებული დეტალები, მით უფრო კარგია შედეგი. ჩვენ გენერალ კელოგთან ფრონტის ხაზის შესახებ ვისაუბრეთ და იმაზე რომ საჭიროა ყველა ჩვენი მძევალი გავათავისუფლოთ, რომელიც რუსეთში ჩებიან. გვჭირდება სანდოდ და მკაფიოდ განსაზღვროთ უსაფრთხოების გარანტიები, რათა ომი აღარ განმეორდეს და რუსებს აღარ შეეძლოთ ადამიანების სიცოცხლის გათელვა. ჩვენ ყველას მშვიდობა გვჭირდება, უკრაინას, ევროპას, ამერიკას, ყველას მსოფლიოში. ბრალდებები ისმის კრემლიდანაც მოსკოვი უკრაინის ხელისუფლებას სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი ამტკიცებს, რომ თავად რუსეთი ომის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მომხრეა. ნათელია, რომ ცოტა შეუძლია გულგრილი დარჩეს იმ ყველაფრის მიმართ, რაც კიევის რეჟიმის ირგვლივ ხდება, რომელიც გამორიცხავს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას და არ სურს მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება. რა თქმა უნდა, ვინაიდან ბევრი არ რჩება გულგრილი, ეს აისახება ძალიან ემოციურ განცხადებებში. ამ ფონზე მკაფიო განცხადებებს აკეთებენ ევროპელი ლიდერები. მათი ნაწილი რამდენიმე დღეა დონალდ ტრამპს ღიად აკრიტიკებს. სხვები კი შტატების დარწმუნებას ცდილობენ, რომ ომი უკრაინას არ დაუწყია. პარალელურად ტრამპთან შესახვედრად ემზადებიან საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერი. მაკრონი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან არასასიამოვნო საუბარსაც აანონსებს. მე ვაპირებ დონალდ ტრამპს ძირითადად ვუთხრა, თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ სუსტი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინაშე. ეს არ არის თქვენს ინტერესებში. როგორ შეგიძლიათ მაშინ იყოთ სანდო ჩინეთის პირისპირ, თუ თქვენ სუსტი ხართ პუტინის წინაშე? როგორ ახსნით, რომ ჩინეთს არ აქვს ტაივანის დაპყრობის უფლება და რუსეთს უნდა ჰქონდეს უკრაინის დაპყრობის უფლება? აი ამას ვეტყვი მას, ასევე ვეტყვი მას, რომ მის ინტერესებშია ამ მომენტში ევროპელებთან მუშაობა. ზელენსკი არის თავისუფალი სისტემის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ეს არ არის ვლადიმერ პუტინის შემთხვევა, რომელიც კლავს თავის ოპონენტებს და დიდი ხანია არჩევნებს აყალბებს. უკრაინა არ არის ომის დაწყებაში დამნაშავე. ჩვენ ევროპაში დაჟინებით ვამტკიცებთ ამას. უკრაინას ხელი არ უნდა შეეშალოს მის გადაწყვეტილებაში იყოს დემოკრატიული, სუვერენული ერი ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამისთვის ჩვენ ევროპაში და ჩვენი საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური პარტნიორები ვიზიარებთ პასუხისმგებლობას. ამერიკის 47 პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი თავად ევროპელმა ლიდერებმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გამოთქვეს, თუმცა ტრამპი არ ჩქარობს, რომელმაც მაკრონთან შეხვედრა 24 თებერვალს, კირ სტარმერთან კი 26 თებერვალს დაანონსა. დონალდ ტრამპის ხისტი პოლიტიკა უკრაინის მიმართ და ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე ევროპის პოლიტიკური კრახი განხილვის თემაა თბილისშიც. მას შემდეგ, რაც ვოლოდიმერ ზელენსკი ტრამპისთვის მიუღებელი გახდა და მას შტატებმა არჩევნების ჩატარება მოსთხოვა, ქართულმა ოპოზიციამაც შეცვალა რიტორიკა ბარიერ გადალახულებს მესიჯ ბოქსი ერთი აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ამერიკა უკრაინის ურთიერთობა ამ ორი ქვეყნის საქმეა, ისევე როგორც არჩევნებია უკრაინის შიდა პოლიტიკური საკითხი. ამას აცხადებს ის ოპოზიცია, რომელიც 26 ოქტომბრიდან ყველანაირი ხერხით ცდილობს გარედან განახორციელოს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე და სხვა ქვეყნებისგან ითხოვს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ოპოზიცია დაბნეულია დონალდ ტრამპს ღიად ვერ აკრიტიკებენ, თუმცა წარსულში გაკეთებული მათი ყველა განცხადება აცდენილია დღევანდელ რეალობას. რასაც ვერ ვიტყვით ქართულ ოცნებაზე, რომლის გეოპოლიტიკური გამჭირახობა დიპ სტეიტზე, ბრიუსელის ბიუროკრატიაზე და სხვა ქვეყნების უხეშ ჩარევაზე საქართველოს შიდა საქმეებში დღეს მმართველი პარტიისთვის საამაყოა. ვინ უფრო მართალია, ვაშინგტონი თუ ბრიუსელი? ოპოზიცია დღეს რთული არჩევანის წინაშეა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯეიდი ვენსმა ევროპა გააკრიტიკა, ხოლო დონალდ ტრამპმა ევროკავშირი გვერდით გაწია და მოლაპარაკების მაგიდასთან არ მიიწვია. ჩვენი ინტერესი არის ომის შეწყვეტა და მსოფლიოს გადაწყობა სამშვიდობო პროცესებზე. სამშვიდობო მოლაპარაკების დასრულებას განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება საქართველო. ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იმეორებდა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. უკრაინის ომთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა სახელისუფლებო გუნდისთვის გასაკვირი არ ყოფილა. მართულ პარტიას ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ქართულ ოცნებაში იმედოვნებენ, რომ ამერიკის პრეზიდენტის და ევროპელი ლიდერების პოზიციებიც დაახლოვდება. არ მგონია, რომ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები ამ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში ამ საკითხზე ვერ დალაგდება. რასაკვირველია, ინტერვენცია რუსეთის მხრიდან მოხდა, მაგას თქმა არ უნდა, მაგრამ ამის წინაპირობები იყო ძალიან ბევრი. საქართველოსთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აი ამ ტურბულენტურ სიტუაციაში გადარჩეს და არც ერთხელ უკრაინისათვის არც დაგვიყვედრებია
და საკმაოდ ისეთი სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადეთ. არაერთხელ მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი მუდმივად უტევდა საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს მისი გადაგდებისაკენ მოუწოდებდა. ესეც ყველა ვიცით. ტრამპსაც თავის დამოკიდებულებები აქვს ზელენსკის მიმართ. ზელენსკის მიმართ ტრამპის დამოკიდებულებას არ იზიარებს, თუმცა ამერიკის პრეზიდენტს დღეს უკვე ნაკლებად აკრიტიკებს ოპოზიცია. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ხელისუფლების ოპონენტებს კონკრეტული შეფასების გაკეთება უჭირთ უკრაინის ომთან დაკავშირებით ამერიკის და ევროპის განსხვავებული მიდგომებია. თუმცა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მოწოდებებს ოპოზიცია უკრაინის შიდა პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს. ჩემთვის ცნობილი ფაქტები არის ის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გააჩნია 57% მხარდაჭერის, ეს ასეა ყველა კვლევით, რაც ჩემთვის არის ცნობილი. ის თუ როდის ჩაატარებს უკრაინა არჩევნებს, ეს არის უკრაინის შიდა პოლიტიკის საკითხი, ეს არის უკრაინელების გადასაწყვეტი. რაც შეეხება დანარჩენს, ეს არის ამერიკის და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხი. ჩვენი საქმე არ არის იმის გარჩევა, თუ ტრამპი ვის რას უწოდებს და რას როგორ მიიჩნევს. ომი დაიწყო რუსეთმა, ეს არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, ამ ურთიერთობის შესაბამისი გაკეთებული კომენტარი. ამჟამად ჩვენ ვართ გლობალური პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ახალი დღის წესრიგის გადანაწილების პროცესში. ოპოზიციისგან განსხვავებით მმართველ გუნდში ღიად ამბობენ, რომ უკრაინის ომზე ტრამპის პრეტენზიები საფუძვლიანია. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ომის დაწყების წინაპირობებთან დაკავშირებით თავიდანვე არაერთი კითხვის ნიშანი იყო. ყველას ამოცანა უნდა ყოფილიყო, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო ომის თავიდან აცილებაზე ზრუნვა. მოგახსენებათ, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ეს მომხდარი ფაქტია და ამის უარყოფა შეუძლებელია, მაგრამ აღმოჩნდა ისიც, რომ არც მშვიდობის მოსულმენი არ ყოფილან დიდად არც უკრაინაში და არც მის მოკავშირეებს შორის. ტრამპის პოზიცია არის ასეთი, რომ ეს ომი იყო, ასე ვთქვათ, მიუღებელი დაწყების მომენტიდან და მას სურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ის მოქმედებს ხისტად და რადიკალურად სწორედ ამ მიზნის მიღწევის გზაზე. ტრამპი ჯერ კიდევ წინა საარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა იმაზე, რომ ის რომ ყოფილიყო ამერიკის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის საერთოდ არ იქნებოდა, ამიტომ ტრამპის ეს დამოკიდებულება უკრაინის ომისადმი, დამოკიდებულება ზელენსკისადმი ახალი სულაც არ არის, მაგრამ ის რომ ზელენსკი ასე ცუდად შეხვდა ტრამპის ამ განცხადებას და ზოგადად სამშვიდობო გეგმას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩენს გარკვეულ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო თავის დროზე ომის თავიდან აცილების შესაძლებლობა, რამდენად იყო თუნდაც ამ 3 წლის განმავლობაში საშუალება იმისა, რომ მშვიდობა დამყარებულიყო უკრაინაში და რამდენად არსებობენ კიდე ის ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობით. ომის თავიდან აცილების შესაძლებლობაზე ქართული ოცნება ომის დაწყების დღიდან საუბრობდა. ამ საკითხზე ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმაც. ტერორიზმის ბრალდები დაკავებულთა ვინაობა კვლავ გასაიდუმლოებულია. სასამართლო დახურული იყო, ამიტომ ორ სხვადასხვა ლოკაციაზე აყვანილი პირების გვარები და წარმომავლობა მხოლოდ გამოძიება მიცის და მათმა ადვოკატებმა. კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს სუსმა საბრძოლო მასალის, ხელყუმბარების, დეტონატორებისა და კალაშნიკოვის გარდა ისინი ნივთმტკიცებებიც ამოიღო, რომლებიც დაკავებულების საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირს დაადასტურებს. და ეს არ არის მხოლოდ შავი დროშა, რომელზეც თეთრი გამოსახულება სუსმა დაბლარა. სპეცსამსახურმა ჩხრეკისას ასევე აღმოაჩინა ორი წიგნი, ერთი სირიალის სწავლულის ჯიჰადი, რომელსაც ტერორისტები ადამიანების მკვლელობის გასამართლებლად იყენებენ და მეორეც სახელმძღვანელო, რომელშიც კურიერმა გაშიფვრის შემდეგ კიდაბოს სერია ამოიცნო. წიგნი დაფუძნებულია სომალიში მოქმედ გასამხედროებულ აჰლუ-სუნა ვალ ჯამაას მეთოდოლოგიაზე და რომლის კისერზეც ასევე არაერთი უდანაშაულო ადამიანის სისხლია. დაცვის მხარეს დღეს დაკავებულების 5 და 15,000 ლარის გირა უსანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა. ტერორიზმის საქმეში ბრალდებულების სასამართლოში უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით შეიყვანეს. დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს საქალაქო სასამართლოში იმსჯელეს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
სისხლის სამართლის საქმე გრიფირებულია, სასამართლოს ხტომაც დაიხურა. ცნობილია, რომ ბრალდებულებმა თარჯიმანის დახმარებით სიტყვის უფლებით ისარგებლეს. არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ დაეთანხმა და ტერორიზმთან კავშირი უარყო. დაკავებულების ადვოკატმა მოსამართლეს ალტერნატივის სახით 5,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა. სასამართლოს მოქმედება ღონისძიება სამწუხაროდ ველოდი თუ იქნებოდა პატიმრობა და იყო პატიმრობა და რატომ ველოდით? იმიტომ რომ აქ ამ პიროვნებებს, როდესაც პროკურორი შემოვიდა და კითხულობდა თავის პოზიციას და აფიქსირდა სიტყვა ისლამური სახელმწიფო. ხოლო 236 მოსხლი აბსოლუტურად არნიშნავს ისლამურ სახელმწიფოს, ეს არის ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონო შეცდენა. დახურულ პროცესზე ბრალდების მხარემ ტერორიზმის საქმის მასალებზე გაამახვილა ყურადღებას. ხტომის დასრულების შემდეგ კი პროკურორმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მტკიცებულებებზე, რომელიც კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოიპოვეს. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ბრალდების ხარის შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულს აქვე ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს მოცემულ საქმეზე გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი მხარდაჭერის ფაქტზე. მოცემული საქმის გამოძიების ფარგლებში იქნა საქართველოს ორი მოქალაქე დაკავებული, რომელთა საცხოვრებელი სახლის შეკრების შედეგად ამოღებული იქნა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები. ტერორიზმის წინააღმდეგ სუსმა სპეცოპერაცია თბილისში და ერთ-ერთ რეგიონში ერთდროულად ჩაატარა. საქართველოს მოქალაქეები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოღებულია არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს შესაძლოა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან ქონოდათ კავშირი. თქვენ დაკავებული ხართ ასაფეთქებელი მოწყობილობის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა ბინავის ფაქტზე. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე გამოძიება კონტრტერორისტულ ცენტრში გრძელდება. ტერორისტთან ერთად ნარკოდანაშაულთან ბრძოლაც კრიმინალურმა პოლიციამ თბილისსა და ქვეყნის სამ რეგიონში მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც 22 პირი დააკავა. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ხელბორკილები დაადეს ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეებსაც ასეთი სულ 5 პირია. დაკავებულებს შორის 12 ნარკორეალიზატორია, დანარჩენები კი ეგრეთ წოდებული დამდებები და ნარკოდანაშაულთან კავშირში მყოფი პირები არიან. საქმეში დევს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. სახლების ჩხრეკის და დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ჰეროინი, ექსტაზი, სუბოქსინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეფედრონი და ალფა-პვპ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდებათ. ეს ჩანაწერები ნარკოდანაშაულის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. ფარული აუდიო და ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე საკონტროლო შესყიდვის დროს გადაღებულ კადრებში ჩანს თუ როგორ ყიდიან ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს. ნარკოდანაშაულის ფაქტზე სულ 22 პირია დაკავებული, მათგან 12-ს კი გამოძიება რეალიზაციას ედავება. ბრალდებულებს შორის არიან საქართველოს, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიის და თურქეთის მოქალაქეები. ნაწილი წარსულში ნასამართლებია. არ გამიგია სიმართლე რო გითხრა, არ ვიცი. არ ვიცი, ვინ არის ხო არ ვიცი. იმდენი არიან რო არ ვიცი. არაფერი არ გამიგია საერთოდ, რა ვიცი, ხლა მოვედი სახლში. ჰეროინი, ექსტაზი, მეტადონი, სუბოტექსი, ეს იმ ნარკოტიკული საშუალებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს. საქმეში მტკიცებულებების სახით დევს ელექტროსასწორები და სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაც. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ერთი ადამიანი. არც პოლიცია დაგინახავთ შეგიმჩნევა? არა, გენიცა. კურიერი დღეს დაკავებულების ადვოკატებსაც ესაუბრა. ბრალდებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. ნაწილი კი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორი თურქეთის მოქალაქე დაკავებულები იქნენ თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. წარდგენილ ბრალში ისინი თავს სრულიად დამნაშავედ ცნობენ. ეხლა ვიყავი პატიმართან, შევაჯერეთ პოზიციები ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს. და ჯერჯერობით სხვა ახალი და დამატება არ შემიძლია, ჩამოყალიბდება დაცვა ბრალდებულთან ერთად და შემდეგ გადავწყვეტავთ რა პოზიციას დავადრებით. მას ედავებიან ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, სამ ეპიზოდს. ამ ეტაპზე ის იყენებს დუმილის უფლებას.
საქმეს იდეებს ვიდეო ჩანაწერები დევს. ამ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ფიგურირებს? კი ბატონო, ყოველსვარ გეტყვით. ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ეხება. ძალოვანი უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კანონის თანახმად დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეთა თუ ამას არ მოითხოვს მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა კი წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას და ითვალისწინებს ჯარიმას 5,000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ამავე განცხადებაში უწყება ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად კეტავენ რუსთაველის გამზირს, ისე რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რის გამოც ხდება სამართალდარღვევ პირთა იდენტიფიცირება და დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ პირი არ ეთანხმება დაკისრებულ ჯარიმას, მას შეუძლია ის გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები. აღმოსავლეთი და დასავლეთის საქართველოს დიდ თოვლობას ებრძვის თოვლის საფარმა 9 მეტრს გადააჭარბა აჭარაში, რის გამოც მუნიციპალური სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები, იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება გზები. დღეს დასრულდა სანიაღვრე არხების გაწმენდა, შესაბამისად ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარია. მაღალი თოვლის საფარის გამო ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით შეიზღუდა შესვლა ბოტანიკურ ბაღში. სინოპტიკოსები შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერ თოვლს, დაბალ ტემპერატურას და შტორმს კიდევ 4 დღის განმავლობაში პროგნოზირებენ. ამიტომ მკვეთრი გაუარესების და ინტენსიური თოვლის გამო პრობლემები შეიქმნა სამეგრელო ზემო სვანეთშიც. საშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედა. ზუგდიდი, ჯვარი, მესტია, ლასდილის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა კახეთის რეგიონშიც. სიღნაღის, გურჯაანის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგიაც. ენერგოპრო ჯორჯიას ინფორმაციით დიდ თოვლობამ ელექტროქსელი დააზიანა. ამდის მკვეთრი გაუარესების გამო დღეს გაფრთხილება გაავრცელა 112-ს. აღმოსავლეთ საქართველოში უკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. კახეთში ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობისთვის დენის მიწოდება ეტაპობრივად ხდება. ტრანსპორტის სრული ფუნქციონირება კი მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. დიდ თოვლობამ განსაკუთრებული სირთულეები გამოიწვია ბაზიანი გომბორი თელავის გზაზე, სადაც საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია და გაწმენდითი სამუშაოები მძიმე ტექნიკით ინტენსიურად მიმდინარეობს. თელავი, გომბორი, ვაზიანის, უღელტეხილის, ვერონა, თელავის დამაკავშირებელი გზა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რჩება შეზღუდვა ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. აღსანიშნავია, რომ სიღნაღის, გურჯაანის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ეტაპობრივად მოხდება შესაბამის სოფლებში ელექტროენერგიის აღდგენა. იყრება ტექნიკური მარილი, ტექნიკით იწმინდება სავალი გზა. ამ ეტაპზე დროებით გვაქვს გაჩერებული მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით. გუშინ გვიანობამდეც მუშაობდა ტექნიკა, დღეს დილიდან ასევე განახლდა გაწმენდითი სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ ამინდიდან გამომდინარე დროულად იქნება გაწმენდილი სავალი გზა და მუნიციპალურ ტრანსპორტს და ასევე მოსახლეობას ექნება უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება. დიდ თოვლობამ სირთულეები შექმნა აჭარის რეგიონშიც. მუნიციპალიტეტებში ქუჩებსა და ტროტუარებს სპეციალური ტექნიკით ასუფთავებენ. იყრება ტექნიკური მარილი, იწმინდება სანიაღვრე სისტემები. გაზი გვაქვს ბუნებრივი აირის, შუქი არ მოგვეწოდება. ამასთანავე შუქი თუ არ არის, ინტერნეტიც არ არის. მაგრამ მუშაობენ. რომელიც შეაკეთონ ყველაფერი დროულად რომ მოგვეწოდოს. ბოლო 2 დღის განმავლობაში მუნიციპალური ყველა სამსახური და ასევე ყველა შესაბამისი სამსახური 24 საათიან რეჟიმში არის გადასული საგანგებო რეჟიმზე. დღეის მდგომარეობით 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს. უხვინალექია გურიაში. რეგიონის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. სამივე მუნიციპალიტეტში იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზები. მოვიდა ძალიან დიდი თოვლი და
ამოსული არის ტექნიკა, რომ გაიწმინდოს გზები და ხალხს არ ქონდეს შეფერხება. გურიის რეგიონში დიდ თოვლობამ გარკვეული სახის პრობლემები შექმნა. სამივე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი სპეციალური ტექნიკა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილები. დიდთოვლობაა ყაზბეგში, იწმინდება როგორც მთავარი, ისე შიდა გზები, იყრება ქვიშამარილის ნარევი, რომ ავტომობილების გადაადგილება არ შეფერხდეს. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გზების წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობს უსაფრთხო და შეუფერხებლად გადაადგილებისთვის. გაწმენდილი არის სიონის და სუნოს ადმინისტრაციული ერთეულები, ასევე გაწმენდილი არის დაბა სტეფანწმინდა. თოვს რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა 4 სოფელში. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს როგორც ცენტრალური საავტომობილო გზის, ასევე შიდა სასოფლო გზების თოვლტვენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის თოვლტვენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სხვადასხვა თემში, მათ შორის მიმდინარეობს სოფელ უწერაში, ღებში, ჭიორაში და გლოლაში. დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ენერგოპრო ჯორჯიას ტექნიკურმა ჯგუფებმა ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ენერგომომარაგება სრულად აღადგინეს. კახეთის, ოზურგეთისა და ქობულეთის გარკვეულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ შეზღუდულია. რაიონულ ცენტრებში ენერგომომარაგება სტაბილურია. დიდთოვლობის გამო შეფერხებით მუშაობს სტამბოლის აეროპორტი. საბიჰაში რეისების დიდი ნაწილი ერთი კვირით გადაედო. აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით დღეს გაუქმდა დაგეგმილი რეისების 45%. შეფერხებები იქნება ხვალაც და არ შესრულდება ფრენების 30%. 23 თებერვალს კი ავიარეისების მხოლოდ 10% გადაიდება. აეროპორტის შესაბამისი სპეცსამსახურებისთვის ყველაზე რთული ასაფრენი ბილიკების გაწმენდა გახდა. სპეციალისტების მუშაობა შეუჩერებელმა თოვამ შეუძლებელი გახდა. უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად თურქეთის აერონავიგაციის უწყებამ გადაწყვეტილება მიიღო და სტამბოლის ნაცვლად ბორტები ქვეყნის მასშტაბით ალტერნატიულ აეროპორტებში დასვა. ამ დროისთვის საბიჰა გიოქჩენის აეროპორტის საგანგებო სიტუაციების მართვის კომიტეტის შექმნილი რთული ვითარების საპასუხოდ სხვადასხვა მიმართულებიდან ავიარეისების გაუქმების გადაწყვეტილებას იღებს. მგზავრებს რეკომენდაცია მისცეს საკუთარი რეისის სტატუსის შესახებ ინფორმაცია აეროპორტის ვებგვერდზე გადაამოწმონ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეით და მეხუთე საარტილერიო ბრიგადებში იმყოფებოდა. პრეზიდენტი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებსა და ბაზებზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ათვალიერა ყაზარმები, ლაზარეთი და სიმულაციური ცენტრი, რის შემდეგაც ოფიცრებმა ყაველაშვილს აღმოსავლეთის სარდლობის სტრუქტურის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. დღეს ვიმყოფებოდი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. შევხვდი აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის და ასევე მეხუთე საარტილერიო ბრიგადის სამხედროებს, გავეცანი მათ საცხოვრებელ პირობებს და სიამაყედ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი არის მაღალ დონეზე, ყველანაირი პირობა გააჩნიათ ჩვენ სამხედროებს, რომ ისინი მზადყოფნაში იყვნენ და იმსახურონ ჩვენ სამშობლოს. დიდი მადლობა თავდაცვის მინისტრ ასევე გენერალიტეტს, რომ ყველა პირობას უქმნიან იმისთვის, რომ ჩვენი სამხედროები მაღალ დონეზე იყვნენ წარმოდგენილები და ასევე მნიშვნელოვანია მათი დაფასება საზოგადოებაში, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი საზოგადოების საამაყო ნაწილი და მე როგორც პრეზიდენტი ყოველთვის ვიქნები მათი მხარდაჭერი და ყოველთვის ვიქნები მათ გვერდში. დღეს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა მეოთხე და მეხუთე ბრიგადებს. ის გაეცნო ინფორმაციას ამ ბრიგადების პასუხისმგებლობის ზონების შესახებ, ასევე აქ არსებულ ინფრასტრუქტურას, გაეცნო ასევე იმ შესაძლებლობებს, რა შესაძლებლობები გააჩნია ბრიგადას. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის სტუმრობა ამ ბრიგადებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულება, როგორც თავდაცვის ძალების მიმართ და ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ ამგვარ ვიზიტებს. ონკოპაციენტებისთვის ქიმიო, ჰორმონო და სხიური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განისაზღვრა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებები ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევის ტარიფებს თავად ვეღარ განსაზღვრავენ, როგორც ეს დღემდე ხდებოდა. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ცვლილებების თანახმად გადაიხედა კიდევ ერთი პრობლემური საკითხი და შეიცვალა გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად არსებული დავალიანების დაფარვის მექანიზმი. დღევანდელი გადაწყვეტილებით ვიცით, რომ ყველა კლინიკაში იქნება ერთი და იგივე ტარიფი.
ჩვენთვის აუცილებელი და სიცოცხლისთვის საჭირო გამოკვლევებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ონკოპაციენტებმა უკვე იციან. უწყებამ როგორც ქიმიო, ასევე სხივური თერაპიის დროს აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი განსაზღვრა. გაიწერა მომსახურების ტარიფიც. ამ დრომდე ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევების ნუსხას თავად სამედიცინო დაწესებულება ადგენდა. ხშირ შემთხვევაში განსხვავებული იყო ტარიფებიც. ონკოპაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ სხვა რეფორმებზეც საუბრობენ. ყველა გადაწყვეტილება, რაც ამ წელიწადნახევარში განხორციელებულა, ყველა ონკოპაციენტებისათვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი. დავიწყე ქიმიოთერაპიით კურნალობა და იანვრიდან უკვე მომისწრო იმ ძალიან აუცილებელმა, ჩემი ჯანმრთელობისთვის აუცილებელმა პრეპარატმა, რომელსაც ჰერცეპტინი ქვია. სრულიად უფასოდ გამიკეთა 18 ინექცია სახელმწიფოს და ჯანდაცვის მიერ დაფინანსებული პროგრამით. შედეგად თქვენს წინაშე ვარ ესე როგორც ვარ და ითვლება, რომ ფაქტობრივად განკურნებული ვარ. სიახლეებზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პაციენტებისთვის საჭირო მომსახურების ტარიფი უკვე დადგენილია და მკურნალობის პროცესში ყველა აუცილებელ გამოკვლევას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ შემდგომი გაუმჯობესებებიც მოყვეს ამ მიმართულებით ონკოლოგიური პაციენტებისთვის აუცილებელი სერვისების განვითარებას. ერთგვაროვანი უნიფიცირებული უნივერსალური მომსახურება განხორციელდება ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რაც გულისხმობს პრაქტიკულად მინიმალური, ასე ვთქვათ, პაკეტის განსაზღვრას, რა აუცილებელი პროცედურები იქნება განხორციელებული ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ვფიქრობთ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად დაისახება ონკოლოგიური პაციენტების მდგომარეობაზე, მათ კეთილდღეობაზე, იმდენად, რამდენადაც გააუმჯობესებს მათ ექიმების პროფესიონალების და კლინიკების სტაბილურობას ამ თვალსაზრისით. ცვლილებებზე საუბრობენ ექიმები. ამბობენ, რომ სიახლე ონკოპაციენტებისთვის სამედიცინო მოსახურებაზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაამარტივებს. შესაძლებელი გახდა პაციენტისთვის არჩევანი იყოს ძალიან ფართო. სატარიფო მომსახურება იქნება პრაქტიკულად ყველა კლინიკისთვის ერთი და იგივე და პაციენტს ექნება სრული შესაძლებლობა თავად ამოირჩიოს კლინიკა, სადაც ის გააგრძელებს მკურნალობას. დღესდღეობით დაახლოებით თარგეტული თერაპიის ძირადღირებული მედიკამენტების 40%-ზე მეტი არის მოცული და უწყვეტად მიეწოდება პაციენტებს რეალურად უფასო პროგრამის ფარგლებში. დღეიდან უკვე ძალაში ისიც, რომ მას დაემატა გარკვეული ანალიზების ჩამონათვალი, რომელიც ასევე დაუფინანსდებოდა, რომელიც აქამდე არ უფინანსდებოდა. პროგრამა მიდის იმისკენ, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს და დაემატება ჩამონათვალი, იმიტომ რომ არც ერთი პაციენტი არ არის ერთნაირი, ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური და ინდივიდზე მორგებული უნდა იყოს ყველა სტანდარტი. კიდევ ერთი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებებში არსებული დავალიანების დაფარვას უკავშირდება. კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სიახლეს საავადმყოფოების ფინანსურ ნაწილზეც დადებითად აისახება. იმის გამო, რომ არ იყო სტანდარტიზირებული ფასები და სხვადასხვა კლინიკა სხვადასხვა ფასი ჰქონდა, შესაბამისად თანაგადახდის წილი სხვადასხვა იყო, ვერ მოხერხდა იმ დავალიანების გასწორება, მანამ სანამ არ მოხდებოდა რაღაცა ტარიფის გასტანდარტება. აი ეს არის თვითონ ძირითადი საფუძველი ამ ყველაფრის. თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ დავალიანების დაფარვა დაიწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს არსებული მდგომარეობით სახელმწიფოს მხრიდან ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები 100%-ით ფინანსდება. პაციენტის საჭიროების მიხედვით ანაზღაურებადია დამატებითი ლაბორატორიული კვლევებიც. ასევე ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო, სხიურ თერაპიასთან დაკავშირებით საჭირო კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა. ახალი ინფრასტრუქტურა პატარებისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაღდადსა და გვემრიანში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ახალი საბავშვო ბაღები აშენდა. თითოეული მათგანი კი 50 ახსაზრდელზეა გათვლილი. სახელმწიფო პროგრამის ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება 2 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. საბავშვო ბაღის ახსაზრდელებმა სწავლა განახლებულ სივრცეში დღეს დაიწყეს. 50 ახსაზრდელისთვის ახლა დაშენებული და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საბავშვო ბაღის კარი დღეს პირველად გაიღო. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაღდადში პატარებს წლების განმავლობაში ამორტიზებულ შენობაში უწევდათ სიარული. ბევრი სირთულეები იყო დღეს, ბედნიერები ვართ, რომ ახალი ბაღი აგვიშენდა ბაღდადის სოფელს. ყველაფერი არის საუკეთესო შემოტანილი, ავეჯი, საძინებლები არის ძალიან კარგი. ერთი სიტყვით ყველაფერი კარგი არის და მოსაწონი. ძალიან მოგწონს, მაყოფილები ვართ ახალი ბაღით. რა ვიცი, იმედია მრავალი ახსაზრდელი იქნება ამ ბაღში.
კიდევ ერთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელ გვიმრიანში განხორციელდა, სადაც პატარებს მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში უწევდათ სიარული. ბაღის ეზოში რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედანი. შენობაში კი თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა აღსაზრდელებისთვის უკვე რეაბილიტირებულია. სოფელ ბაღდადში და სოფელ გვიმრიანში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი საბავშვო ბაღები, რომლებიც 50-50 აღსაზრდელზეა გათვლილი. აღნიშნულ ლოკაციებზე იყო ძველი ამორტიზირებული შენობები, მოხდა მისი დემონტაჟი და დღეს უკვე გვაქვს თანამედროვე კომფორტული გარემო ჩვენი პატარებისათვის, სადაც ისინი შეძლებიან სწავლასა და განვითარებას. ყველაზე ძველი ბაღი იყო ამ რაიონში. ცუდ სიტუაციაში ვიყავით ძალიან, მაგრამ აი არ ვიცი, მოლოდინად ღირდა. ასეთი კარგი კომფორტული ბაღი, რა ვიცი, რა არ ვიცი. უღრმესი მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, უღრმესი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას. განვითარებისთვის ძალიან კარგი არის ყველაფერი, შიგნით შენობა არის უმაღლესი დონის, ბავშვებისთვის ყველაფერი არის გათვლილი ისე როგორც საჭირო არის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაღდადსა და გვიმრიანში საბავშვო ბაღები ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო პროგრამის ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია ფარგლებში ჩატარდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნულ პროექტზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სოფელ გვიმრიანში და სოფელ ბაღდადში გაიხსნა 250 ბავშვი ბაღი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და ულოცავ ბავშვებს და უსურვებ კარგ სასწავლო წლის დაწყებას და დღეს თოლმაც მოულოცავენ და არის კარგი განწყობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს საშუალება ექნებათ, რომ თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღში და კომფორტულ გარემოში მიიღონ განათლება. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ახალგაზრდები და მათ განათლებაზე ზრუნვა. შესაბამისად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა უწყვეტ რეჟიმში ვითარდება ჩვენს რეგიონში. მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში ჯამში 32 ბაღის მშენებლობა რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, საიდანაც 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა რეაბილიტაციას ითვალისწინებს. საკუთარი იუბილეს იმ თეატრის სცენაზე შეხვდა, რომელზეც ცხოვრების 42 წელი გაატარა და მაყურებლისთვის არაერთი საინტერესო სახე შექმნა. რუსთაველის თეატრის მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი მურმან ჯინორია 78 წლის გახდა. საიუბილეო სპექტაკლის თავად შეარჩია მისივე საავტორო ნაშრომი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“. 85 წუთიანი სპექტაკლი 4 პირობითი ნაწილისგან წელიწადის 4 პერიოდისგან შედგება და ყოველ მათგანში შესულია ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. მხატვრული კითხვის ოსტატმა, რომელიც ახლა მომავალ მსახიობებს ასწავლის საავტორო სპექტაკლში „სამთარი გალაქტიონ ტაბიძესთან“ გააიგივა. თუ რომელი კლასიკოსი ასოცირდება წელიწადის დანარჩენ დროებთან, ეს უკვე ჩვენს რეპორტაჟსა და რუსთაველის თეატრში შეგიძლიათ ნახოთ. ფიზიკა არაფერი არ არის. ფიზიკა მათქო არა. ემოცია თავარი. ძალიან ახლოს არ მოხვიდე რა მამა. თორე აზრს ვერ გაიგებენ და მე თუ ვარ აზრი ვარ. 78 წელს მაყურებელთან ერთად ხვდება. ჩვეულებად ქცეულ პროფესიას ასაკი ვერაფერს აკლებს. პირიქით, მაყურებელთან დამაკავშირებელ ემოციურ ძაფს დღეს უფრო კარგად პოულობს. წლები რა არის, იცი მამა? წლები არის თუ დაუფიქრდები დიდი გამოცდილება. ეს შევამჩნია, რომ უფრო ემოციური გახდა. უფრო გრძნობადი გახდა ის ყოველი სიტყვა, ის ყოველი აზრი, ის სათქმელი. მინდა მოვსურდეთ ყველას. მინდა გავიქცეს. თეატრი დედამ შეაყვარა, ბავშვობაში წარმოდგენების შესახებ ხშირად უყვებოდა. პერსონაჟები ჯერ საკუთარ წარმოსახვაში შექმნა და განასახიერა. შემდეგ კი თეატრში მივიდა, სადაც ნახევარ საუკუნეზე მეთხანს დაჰყო. 14 წლის წინ ქართული პოეზიის ნიმუშებზე აგებული სპექტაკლი დღემდე ანშლაგით მიმდინარეობს. 150 უახლოვდება ეს ჩემი მონოსპექტაკლი. მადლობა ღმერთს, რომ ამდენ ხანს კიდე ჭირდები მაყურებელს.
მთავარი შემოქმედებითი სივრცე რუსთაველის თეატრია, სადაც 1983 წლიდან მუშაობს. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი მხატვრულ კითხვას, რომელიც მის მრავალწლიან კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. პოეზია, ეხლა ჩემი რაც კინოში გადამიღია, რაც მითამაშია სპექტაკლები ან ტელევიზიით, ან თეატრში, შეაერთა. მსახიობობა არის მდგომარეობაში შესულ. და ამ მდგომარეობის ემოციურად გამოხატვა, გამოსახვა. მის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი სატელევიზიო სპექტაკლს ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს უკავია. 1975 წელს გადაღებულ დადგმაში მის მიერ განსახიერებული სერგო მაყურებლის მეხსიერებაში დიდხანს დარჩა. შენი მოსულით ჩემს გულში აცინათებს. რამდენიმე დასამახსოვრებელი როლი 70-იანი წლების ქართულ კინოშიც შექმნა. მურმან ჯინორია თეატრისთვის არამხოლოდ გამორჩეული მსახიობი, არამედ კინოსა და პოეზიის სცენური ინტერპრეტაციის ნამდვილი ოსტატია, რომელმაც თეატრალურ სამყაროს ახალი ემოციური და ესთეტიკური განზომილება შესწინა, თუმცა არც თეატრი დარჩენია ვალში. აქ ოცნებაა. აქ სიხარულია, აქ იმედია. მე თავი სუფალი ვარ. აი აქ. კურიერის დასასრულ სპორტულ ახალ ამბებს ლაშა დვალიშვილისგან გავიგებთ. ლაშა, საღამო მშვიდობისა და პირველ რიგში რაც გვაინტერესებს, რა შვება ჩვენი ნაკრები კალათბურთში. ვიგებთ თუ ვაგებთ? ვიგებთ, რა თქმა უნდა. საღამო მშვიდობის ნათლად მოგესალმებით. 33-25-ია რახან გაინტერესებთ გეტყვი და ბოლო წუთებია პირველი ტაიმის. ასე რომ მაგრა გვჭირდება ეს მოგება. მოკლედ ამ წუთებში თბილისი არენაზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უნიშნულოვანი შეხვედრას სან-პაულოში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა ეთლეტმა ფარიკავებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ასპარეზობის პირველივე დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის медаლი მოიპოვეს ტრადიციულად შთამბეჭდავად იასპარეზა ტიტულოვანმა ირმა ხეცურიანმა, რომელიც ბილიკზე შთამბეჭდავად გამოვიდა და ოქროს медаლი მოიპოვა. საქართველოს პარაფარიკაობის გოგონათა ნაკრებმა 2 ოქრო და 1 ვერცხლი ხმლით ფარიკაობაში უკვე მოვიპოვეთ და ეს ძალიან დიდი წარმატებაა და კარგი წლის დასაწყისია. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეჯგუფი უკვე დიდი ხანია არ მიფარიკავია და შემდეგ უკვე გამოვყოფდი იმ მომენტს, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ცოტა გამიჭირდა ფინალი. თუმცა მაინც დავძლე სხვა რთული ბარიერები და მაინც შევძელე ოქროს მოპოვება. არანაკლებ სამბეჭდავი იყო ნინა თიბილაშვილისა და გვანცა ზადიშვილის გამოსვლა, რომლებმაც სან-პაულოში მიმდინარე მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში ბრწყინვალედ იასპარეზეს და მაღალი სინჯის მედლები გაინაღდეს. ქართველი მოფარიკავეები ერთმანეთს გადამწყვეტ ორთაბრძოლაში შეხვდნენ ბრაზილიაში გამართული ქართული ფინალი. ნინა თიბილაშვილის გამარჯვებით 15-8 დასრულდა. მოიგო და ოქროს медаლიც მოიპოვა. გვანცა ზადიშვილი კი შესაბამისად ვერცხლის პრიზიორი გახდა. შედგა ქართული ფინალი, რაც ერთი მხრივ ძალიან სასიხარულო იყო და მეორე მხრივ ცოტა სევდიანია, რადგან მე და გვანცა ვართ საუკეთესო მეგობრები, თუმცა ფარიკაობაში ხშირად გვიწევს ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობა. ასევე წინ გვაქვს რაპირით შეჯიბრი, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იქაც კარგ შედეგებს დავდებთ და გავახარებთ ჩვენს გულშემატკივრებს. პრობლემა არაჩვეულებრივად ვიასპარეზეთ, როგორც მოგეხსენებათ, მოვიპოვეთ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის медаლი, რაც საკმაოდ აღსანიშნავი ფაქტია. ხოლო რაც შეეხება ჩემი და ნინა თიბილაშვილის ფინალს, ტექნიკურად ვითვლებით ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავად მე და ნინა არ ვთვლით ერთმანეთის კონკურენტებად, არაჩვეულებრივი მეგობრობა გვაკავშირებს, როგორც მე და თიბის, ასევე მე და ირმას, ასე რომ წარმატებას ვუსურვებ ჩემს არაჩვეულებრივ გუნდს, ჩვენს არაჩვეულებრივ მწვრთნელს და დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს გულშემატკივრებს. ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი 22 თებერვალს ამავე ტურნირზე რაპირით იასპარეზებენ. დაახლოებით 1 საათის წინ კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ქალფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში ანდორას დაუპირისპირდა 2025 წლის პირველ შეხვედრაში და გამარჯვებაც იზეიმა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მასპინძლთა უპირატესობით წარიმართა მატჩი ირის ანტვანის გაცნილი საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ რთული გამოდგა, თუმცა მასპინძლებმა მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება ქართველმა გოგონებმა ანდორ 2-1 სძლიეს. ბოლომცველის პოზიციაზე თამაშობს, ჩაწოდება. მატოევა საჯარიმოში შეუძლია ბურთზე თამაში.
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ შერეული ორთაბრძოლების ხელოვნებათა ეროვნული ნაკრების წევრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა სერბეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4 медали მოიპოვა 18 ლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი გიორგი პირველი ვიცე-ჩემპიონი კი ოთარ ბერაძე გახდა ბრინჯაოს медали ნინო სკვიტარიამ და ელენე გლურჯიძე მოიპოვეს ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობაა და მნიშვნელოვანია, რომ ამ სპორტის სახეობის წარმომადგენლები უკვე ევროპის ჩემპიონატზე ასე წარმატებულად ასპარეზობენ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს ახალგაზრდა სპორტსმენები არაერთით შედეგს ჩამოუტანენ საქართველოს. ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზე, ჩავატარე 5 ბრძოლა, ძალიან რთული მეტოქები გავიარე. ძალიან რთული ბრძოლა, 5 ბრძოლის ჩატარება მომიწია. ფინალურ ბრძოლაში დაუპირისპირდი ინგლისელ მეტოქეს. 3 რაუნდიანი ბრძოლა ჰქონდა და რთულ ბრძოლაში მოვახერხე და მოვიპოვე გამარჯვება და გავხდი ევროპის ჩემპიონი. გავედი პირველად საერთოდ ჩხუბის შეჯიბრზე, საერთოდ არ მქონდა ჩხუბი და ჩემი არ ვალოდი ესეთ შედეგს ოქრო კი მინდოდა, მაგრამ რაც შედეგი ცდილობდა, ისიც ძალიან მაგარი შედეგი არის. ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და 2 ბრინჯა, ეს დიდი შედეგია რა თქმა უნდა ჩვენი ფედერაციისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის და ეს მოხდა რა თქმა უნდა სამინისტროს მხარდაჭერით. მოკლედ პირველი ტაიმი მოვიგეთ 37-25 და ძალიან ცოტა გვაშორებს იმას, რომ ევროპის ჩემპიონატზე უკვე მე-6-ით ვითამაშოთ. ორშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა ვასა. მადლობა წარმატებები. სპორტული ამბები ლაშა დვალიშვილმა გაგვესწრო. ასეთ იყო დღევანდელი დღე 21 თებერვალი და კურიერი 9 საათი. დარჩით რუსთავი 2-ზე წინ საინტერესო ეთერი გელით. ჩვენ კი ორშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის. ნახვამდის.